მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის. სანამ კონკრეტულად ვიდეოს თემატიკაზე გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ და შეგახსენოთ, რომ მოიწონოთ ანონიმური ფაქტების Facebook გვერდი. დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე მაგარი 3D ტატუების მესამე ნაწილი. Tride ლაბირინთი ხელსა და მხარზე. სამი ერთმანეთთან შეზავებული პირამიდა, ან უბრალოდ სამკუთხედი. ლომი ხელის მტევანზე. ცისფრად მანათობელა ჩონჩხი ხელზე. აღმოსავლური წარმოშობის ქალის 3D ტატუ ხელზე. ამ ტატუს აზრი ნამდვილად არ ვიცი. ეს არის ჯვარი, თანაც გასაღები. მე ვიტყოდი, რომ რწმენა ყველაფრის გასაღებია. სწორედ ამას ასახავს ეს ტატუს. მორბენალი ცხენი ზურგზე. თავის ქალები ხელის მტევანზე. ეს კი ერთ-ერთი ლამაზი ტატუა, რაც კი მინახავს. ხელზე გამოყვანილია პლანეტები და კოსმოსური პროცესები. ამ ტატუს დახატვას კი არავის არ ვუსურვებდი. მშვენიერი ილუსტრაცია მთლიან ხელზე. ეს კი უბრალოდ 4 გამოსახულებაა ერთმანეთში ლამაზად შერწყმული. სხვათა შორის არ ვეთანხმები ტატუირებას, თუმცა მეორე გადმოსახედიდან ლამაზიც არის, მაგრამ არა მთლიან ხელზე. ძველებური ალქნიანი გემი პირდაპირ ტანზე. ჯვრის ფორმის კუბიკები ერთმანეთზე ლამაზად დალაგებული. ქალი, რომელიც ებრძვის ალბათ თავის შინაგან მეს, მის წინ კი ჭადრაკის დაფაა გაშლილი. სანთელი, რომელიც ხელზე დნება. თავის ქალა, რომელსაც შუაში ამოტვიფრული აქვს სიმბოლო. ჩემი აზრით ეს ტატუ არის ყველაზე კარგად შესრულებული. განსაკუთრებით მოსაწონია მაღლითა მარჯვენა მხარეს მდებარე მცენარე. ქალის მთლიანი სახე, რომელსაც პირსინგი უკეთია ტუჩთან. ფრინველი, რომელიც ძალიან კარგად არის მკერდიდან მთლიან ხელზე მოხატული. ამ ტატუს კი შეიძლება რობოტის მხარი ვუწოდოთ. ძალიან ლამაზი ობობა მხარზე, თავისი გამოკვეთილი ჩრდილებით, რაც მას ხდის უფრო რეალურს. უბრალოდ ძველი დრო მხარზე. თავის ქალა მხარზე, რომელსაც წინ რატომღაც ულაგია სამუშაო ხელსაწყოები. ამ ტატუს არსი ალბათ ის არის, რომ არ უნდა იყო რასისტი. პატარა ბიჭი, რომელიც თავის ქალაშია მოთავსებული. ძალიან საინტერესო ანიმაციური 3D ტატუ. ხელის მტევანზე მოხატული იარაღი თავის ქალასთან ერთად.
მგელი და ვარდი ხელზე. ლათინური წარწერები ხელზე, რომელიც ძალიან კარგად არის შესრულებული. და ბოლოს, ისევ ქალი და ისევ ჭადრაკის დაფა. მე ამ ტატუს შიზოფრენიის მნიშვნელობას მივანიჭებდი, რადგან კარგად არის ასახული მასში სამი პიროვნება ერთში. გამოიწერი ანონიმური ფაქტები და იხილე ვიდეოები ყოველ დღე 3 საათზე. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ხვალამდე.